Რა ვისაუბროთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებზე და ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც უნდა შევეხოთ, ეს უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრას, რომელიც გაიმართა ნატოს სამიტის ფარგლებში და ლიდერებმა როგორც ჩანს მშვიდობის საკითხზე ისაუბრეს. როგორც ტრამპი ამბობს, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა, რომელიც მას ჰქონია უკრაინის პრეზიდენტთან და როგორც ჩანს, გარკვეულწილად გამოიკვეთა უკვე ომის დასრულების კონტურები უშუალოდ უკრაინასა და ამერიკას შორის მოლაპარაკების დონეზე. ცხადი აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ჩართულობაც და მისი დათანხმებაც ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა თუ კი იქნება კონსენსუსი უკრაინასა და ამერიკას შორის, ამერიკას ვიცით, რომ აქვს იძულების ბერკეტები, ისეთი როგორიც პლანეტაზე არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს, შესაბამისად ტრამპს შეუძლია სწორედ ეს ბერკეტები ამოქმედოს. აქ ალბათ ბიორის სპირიტით ბომბის ჩამოგდებაზე მსჯელობა არ მიდის, მაგრამ მიდის მსჯელობა სანქციების ისეთი პაკეტის ამოქმედებაზე, როგორც თავად ტრამპი ამბობს, ჯერ არავის უნახავს, შესაბამისად სწორედ ეს იქნება სავარაუდოდ ის ბიორის სპირიტის ეკვივალენტი ეკონომიკურ საკითხებში, რაც შეიძლება ყოფილიყო ბომბი მაგალითად ისეთი როგორც გამოიყენა ირანში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებით ამ შემთხვევაში ეკონომიკური თვალსაზრისით. მოკლედ, ეს საკითხი არის განსახილველი, როგორც ტრამპი ამბობს, მშვიდობის დასრულებასთან უკვე ახლოს არიან ისინი. გამოიკვეთა უკვე ასე ვთქვათ კონტურები მასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მშვიდობა მიიღწეს და ვნახოთ რამდენად გამithარდება ეს მოვლენები, რადგანაც ბოლო 3 კვირაა დაახლოებით ამ მიმართულებით უკვე სიახლეებიც კი აღარ ისმის, რაღაც დაბალ დონეზე დიპლომატიურ არხებში შეიძლება მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უკვე რას ეხება, ისიც აღარ ვიცით, რადგანაც მშვიდობა ასეთ დონეზე არ წყდება. როგორც წესი, მშვიდობისთვის საჭირო არის, რომ მაღალ პოლიტიკურ დონეზე არსებობდეს კონსენსუსი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ფაქტია, რომ არ არსებობდა განსაკუთრებით ირანთან არსებული დაძაბულობის ფონზე, ამ დროს ძალიან რთულია მშვიდობაზე ილაპარაკოს სხვა კონფლიქტში, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად ჩართვასაც კი განიხილავდა რაღაც დონეზე ირანის დახმარების კუთხით, ცხადია ის ისრაელის წინააღმდეგ არასდროს არ წავიდოდა ირანის გამო, ესეთ რამ არ მოხდებოდა არასოდეს, მაგრამ გარკვეულ დახმარებაზე იყო მსჯელობა. მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ძროები არ ყოფილა, მაგრამ მოველით რომ უნდა დაიწყოს და აქვე იმასაც ვხედავთ, რომ უკრაინის მხრიდან ჩანს ზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მან შეიძინოს ამერიკული ტექნიკა, მათ შორის როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის მიმართულებით და აქ ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ სიტყვა შესყიდვა. უკრაინა გეგმავს ამ ტექნიკის ყიდვას და არც თხოვნას ან თანხის გადავადებას ან გრძელვადიანი კრედიტის აღებას, არა უკრაინას უნდა პირდაპირ ყიდვა ამერიკიდან ამ ტექნიკის, რადგანაც რა თქმა უნდა ამერიკაზე უკეთეს ტექნიკას სამხედრო კუთხით არავინ არ აწარმოებს პლანეტაზე, ხოლო უკრაინას თუ უნდა თავის დაცვა და რუსეთის წინააღმდეგ გადარჩენა, მას სჭირდება ასიმეტრიული ბრძოლის იარაღები, ხოლო საუკეთესო ასიმეტრიული ბრძოლის იარაღებს ქმნის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო ამ იარაღების მიწოდების მზაობა ტრამპს ამ ეტაპზე ნამდვილად აქვს. თან ყიდვის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია თავად ტრამპისთვის, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ მოკლედ საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ამერიკას და სხვა ქვეყნებს შორის იყოს პოზიტიურად გადახრილი ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს. რათა ის ვალი შემცირდეს, რომელზეც წეგან ვისაუბრეთ. მათ შორის კი რომ ვალი შემცირდეს და დოლარის ჰეგემონია გაიზარდოს და ამერიკაში უფრო მეტი საბურნავი კაპიტალი დარჩეს, მარტივად რომ ვთქვათ. მოკლედ, მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ნატოს ლიდერებს, ის აგრძელებს ევროპულ ტურნეს და მოკლედ უკრაინამ და ევროპის საბჭომ ამ ტურნეს ფარგლებში ხელი მოაწერეს ერთ ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც მოგვიანებით გამოიკვლევს და გაასამართლებს იმ ომის დანაშაულის ჩამდენ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთ-უკრაინის ომში. აქ ცხადია რუსეთის მხარე იგულისხმება ძირითადად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ მხარეს და მეორე მხარეს ევროპის საბჭოს გენერალურ დივანმა ალენ ბერსემ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც სწორედ არის ფუძემდებლური დოკუმენტი ამისა, აგრესიის დანაშაულების განხილვა, საერთაშორისო სამართლის გამოყენებით და იმ ადამიანების დაჟდეს გულისხმობს ეს, რომელმაც გაეროს ქარტია დაარღვეს. მაგრამ ეს რაღაც ისტორიულ პროცესს გვაგონებს ეს სხვა. ხო, ნიურნბერგის პროცესს გვაგონებს, მაგრამ ნიურნბერგის პროცესმა იმუშავა, რადგან იქ აღსრულების მექანიზმები სხვა სიტუაცია იყო, რადგან გერმანია ერთპიროვნულად დამარცხებული ქვეყანა იყო მაშინ და მზაობა იყო ევროპის კონტინენტზე, რომ მართლაც გაესამართლებინათ კონკრეტული წევრები, კონკრეტული რეჟიმისა იმ დროს, მაგრამ ჯერჯერობით იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება, ნუ საერთოდ არ არის მაგიდაზე, ხოლო თუ კი გავითვალისწინებთ, რომ სავარაუდოდ გარკვეულწილად მორიგებით დამთავრდება ეს ომი ალბათ ამერიკის ჩართულობით, ცხადია ევროპას შეუძლია მაინც რომ თეორიულად გაასამართლოს პუტინი, როგორც ეს ერთხელ უკვე ICC-მ გააკეთა, მაგრამ ცხადია ამას ვერ აღასრულებს, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი ფურცელზე ნამდვილად კაია, მაგრამ აღსრულების მექანიზმები მანდ არ არის, რადგან თუ ქვეყანა თვითონ
სხვა შორის შეიძლება ქვეყანა აღიარებდეს კიდევაც ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, მაინც არ აღასრულებდეს, როგორც ეს ICC-ის შემთხვევაში იყო, როცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა ვლადიმერ პუტინი, სამხრეთ აფრიკა არ იხელმოუწერი ამ დოკუმენტებს, მაგრამ მისი ურთიერთობიდან გამომდინარე ვლადიმერ პუტინთან არავის ის არ დაუკავებია იქ და შესაბამისად სამხრეთ აფრიკასაც არავინ არ დასჯის, იმიტომ რომ ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა სუვერენული სახელმწიფოა და ეს მეტაფიზიკური კონცეფტი, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სამართალს და მსოფლიოში რაღაცა ერთიანი წესრიგის დამყარებას, მისი თუ არ გჯერა და თუ ყველა არ აღასრულებს, მაშინ ის არ მუშაობს. თუ ყველა მაგას როა იმუშავებს და იდეალური იქნება ყველაფერი, მაგრამ ეს ხადი ასე არ არის. ამიტომაც შეიძლება ტრიბუნალი შეიქმნა, შეიძლება კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ვლადიმერ პუტინი გასამართლდნენ, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ პუტინი ციხეში ჩაჯდება ამის გამო, ნულის ტოლია აბსოლუტურად, რადგან ეს სავარაუდოდ არ მოხდება, რადგან ამას არ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას ის ვითარება, რომელიც დღეს არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გერმანიის დროს მეორე მსოფლიო ომში, რომელიც დამარცხდა, მას შემდეგ ისეთი ძვრები იყო მსოფლიოში, გერმანია გადაკეთდა სხვა ქვეყანად ამერიკის ჩართულობით მათ შორის და სულ სხვა სიტუაცია იყო დღეს ამის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს. ნამდვილად და ალბათ არც არავინ ეცდება იძულებითი აღსრულების მექანიზმის ამოქმედებას, რაც გულისხმობდეს იქნება მაგალითად რუსეთში შეჭრას და პასუხისმგებელი პირების დაჭერას და გადაყვანას. ვერც გააკეთებენ, არის აბსურდი მსგავსი რამ არა და არაგზით არ მოხდება ამჟამინდელ რეალობაში. თუ კი რაღაც რადიკალურად არ შეიცვალა. მოკლედ, რეალობის ცვლილებაზე რადგანაც საუბრობთ, დრო ვისაუბროთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს უკავშირდება დოლარის ჰეგემონიას. დოლარი ეს არის, რა თქმა უნდა, ამერიკის ეროვნული ვალუტა, რომელიც ამავდროულად არის გლობალური სარეზერვო ვალუტა, ანუ ეს მხოლოდ ამერიკის ვალუტა არ არის, ეს არის პლანეტის ვალუტა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ შედეგს აფიქსირებს. კერძოდ, მას აქვს მიმდიდარ წელს 10.3%-იანი გაუფასურება გლობალურ სავალუტო კალათასთან მიმართებით. ამ კალათაში მხოლოდ დოლარი არ არის, ხადია იქ შედის ევროც, იუანიც, რუბლიც, ლარიც და ყველაფერი, რაც გაგიგიათ. დაახლოებით 200 ვალუტა. მოკლედ ამ 200 ვალუტასთან მიმართებით დოლარი არის გაუფასურებული და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მას ცუდი შედეგი აქვს ევროსთან მიმართებით, რომელიც ამ ეტაპზე იქცა დოლარის კონკურენტ ვალუტად და სხვათა შორის დღევანდელი ლარის გაუფასურება ესე დრამატული ევროსთან მიმართებით იყო სწორედ აი ამ მოცემულობით ახსნილ, რომ ევრო თავად იძენს დამატებით მყიდველობით უნარს დოლართან მიმართებით, რადგანაც ინვესტიციები გარკვეულწილად ევროში უფრო მეტად გადადის, მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მიუხედავად იმისა, რომ დოლარი არის გაუფასურებული და აფიქსირებს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე ცუდ შედეგს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის ეკონომიკას რაღაც სჭირს ან ამერიკული საფონდო ბირჟა ვინმეს ჩამორჩება. პირიქით, სწორედ დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა აფიქსირებს ახალ რეკორდს და ამ დროს ევროპული საფონდო ბირჟა რეკორდთან საერთოდ ახლოსაც კი არ არის, მას რამდენიმე თვე დასჭირდება წელიწადი, რომ რაღაც მიუახლოვდეს იმ შედეგს, რასაც ამერიკა აფიქსირებს, რადგანაც დოლარი არის ერთი განზომილება, ეკონომიკა არის აბსოლუტურად სხვა განზომილება და თავად საფონდო ბირჟა საერთოდ სხვაგან იმყოფება, რადგანაც დოლარი გაუფასურდება თუ არ გაუფასურდება, ეს საფონდო ბირჟას არ აინტერესებს, რადგანაც ბიზნესები მოერგებიან გაუფასურებულ დოლარს გაზრდიან მაინც მოგების მარჟებს, ფასების მატების პრინციპი და შესაბამისად მაინც დააგენერირებენ დამატებით დოლარს, ამიტომაც იმის შიში და იმის ფიქრი არ უნდა გქონდეს, რომ ამერიკას რაღაც მოუვა, იმიტომ რომ დოლარი გაუფასურდა. ეს არის განპირობებული მეტწილად საერთო ჯამში სპეკულაციით, რადგანაც ბაზარზე ტრეიდერები აქტიურად ვაჭრობენ და მათ გონიათ, რომ ტრამპის სავალუტო და სავაჭრო პოლიტიკა საბოლოო ჯამში დააზიანებს ამერიკას, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკა ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის ახერხებს ყველანაირი გამოწვევის გადალახვას და როგორც წესი ამერიკის წინააღმდეგ ქსონის დადება ყოველთვის ყველასთვის სრულდება კრახით. ხო, თან ერთ საინტერესო ფაქტს დავამატებ, რომ ეს 10%-იანი გაუფასურება კი ვიხილეთ ბოლო პერიოდში, მაგრამ მიუხედავად ამისა დოლარი მაინც 99% არის გაუფასურებული, მის თავდაპირველ აზრი არ აქვს და ეს ყოველთვის ასე იქნება, რადგან 100%-ით შეუძლებელია რაღაც გაუფასურდეს, მაგრამ 99%-ით იქნება ის ყოველთვის გაუფასურებული, მაგრამ თავად ეს 99% შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან მოკლედ მათემატიკა ასე მუშაობს. ამერიკიდან გადავინაცვლოთ ჩრდილოეთით, კანადაში, უпростоროდ კანადის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ კანადის შესახებ ეს წინადადება თქვა მარკ კარნიმ, რომელიც იმყოფებოდა ევროპაში, კონკრეტულად ამსტერდამში, სადაც გაიმართა ნატოს სამიტი. ცხადია, ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი არის ამერიკასთან ერთად კანადა, მაგრამ კანადას და ამერიკას ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური ვითარება გაუჩნდათ, მიუხედავად მათი ძალიან დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობისა. ტრამპი რაც მოვიდა მას შემდეგ, ლაპარაკობს ის და ამბობს იმას, რომ მოკლედ 51 შტატი უნდა გახდეს კანადა, რადგან ასე კანადისთვის იქნება უკეთესი, ანუ რეალურად ანექსირებას უჭერს ის მხარს ამერიკის შეერთებული შტატები
შტატების მიერ კანადის ტერიტორიაზე, რასაც ცხადია კანადელები არ იზიარებენ, რადგან კანადა კი არის ყველაფრით მსგავსი ამერიკის შეერთებული შტატებისა, მაგრამ ცალკე ისტორია აქვს და ადამიანებიც განსხვავებულები ცხოვრობენ, მან რამდენიმე ენაზე საუბრობენ, მათ შორის ფრანგული არის სახელმწიფო ენა და ცოტა სხვანაირი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ხოლო მაგალითად კანადური გუნდები თამაშობენ NBA-ში და ასე შემდეგ. ძალიან მჭიდროდ არის ეს ორი ქვეყანა დაკავშირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ამბობს მარკ კარნი, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპმა მოუკლო რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კანადის ანექსირება სურს და კანადის დამატება სურს ამერიკის შეერთებული შტატების რიგებში, რაც ალბათ იმას უკავშირდება, რომ ახლოს არიან ქვეყნები მოლაპარაკებების თაობაზე ტარიფებთან მიმართებით, რადგან მთელი არსი იმისა, რასაც ტრამპი ამბობდა, იყო და ამოსავალი წერტილი იყო, რომ მოკლედ თუ კი კანადა გაერთიანდება ამერიკასთან, მაშინ ორივე ქვეყნისთვის ეს იქნება კარგი, ეკონომიკები გაძლიერდებიან, ხოლო ტარიფები არ იქნება დაწესებული, რადგან ცხადია თავის თავს ამ შემთხვევაში ამერიკა თავის ერთ-ერთ შტატს კოლუმბიას თუ რა ვიცი ნებისმიერ კოლუმბიას კი არა და DC-ს ან მაგალითად კალიფორნიას ან ნიუ-იორკს ხო ვერ დაუწესებს ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტარიფს. შესაბამისად, აი ლოგიკა ეს იყო, მაგრამ ნუ ამას კანადელები არ იზიარებენ, რეალურად არც არავინ იზიარებს ტრამპის ტარიფების გამო ქვეყანას არავინ არ მისცემს ამერიკას. ხო, შესაბამისად ეს რიტორიკა ნელ-ნელა შემცირებულია, როგორც ასევე მაგალითად დანიის მისამართით, რომელიც გრენლანდიის კუნძულს ფლობს, რომელიც ყველაზე დიდი კუნძულია პლანეტაზე და მის მიმართაც უკვე кайხანი არაფერი არ გვსმენია ამ მიმართულებით. კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ და ეს უკავშირდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც წლების და ლამის საუკუნეების განმავლობაში ცხადია მას არაბთა გაერთიანებული საამიროები არ ერქვა, მაგრამ ცნობილი იყო თავისი უცნაური ბუნებით, უფრო მეტად იმით, რომ იქ ბუნება ძალიან ლიმიტირებულად არის წარმოდგენილი და იმით, რომ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს რეგიონი იყო ზემდიდარი ნავთობით და სწორედ ნავთობმა მოახდინა ის, რაც მოახდინა ამ რეგიონში, კერძოდ არაბთა გაერთიანებული საამიროები იქცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად მოწინავე სახელმწიფოდ. თავად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნავთობის ინდუსტრიასთან ერთად განვითარდა ერთი მეგაპოლისი, რომელიც არის დუბაი, რომელიც დღეს არის პლანეტის მიზიდულობის წერტილი არა მარტო უბრალოდ პროფესიონალებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, არამედ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის. იქ ჩადიან მილიონერები და მილიარდერები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ზოგიერთი მიდის ევროპიდან, ზოგიერთი მიდის ამერიკიდან და ძალიან ბევრი ნაწილი მიდის რუსეთიდან, მათ შორის და აზიიდან, ჩინელი მილიონერების დიდი ნაწილი დუბაიში არის წარმოდგენილი. შეიძლება იქ არ ცხოვრობდნენ ყოველდღე, მაგრამ ბინას მინიმუმ ფლობენ და რეზიდენციას ფლობენ, რადგანაც დუბაიში ყოფნა არის ხელსაყრელი 2 და 3 მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, რომ იქ გადასახადები თითქმის არ არის, არავინ არ მოგთხოვთ რაღაცის გადახდა ისეთისას, რაც თქვენ არ მოგესურვებათ. მეორე ის არის, რომ თქვენი უფლება და ასე ვთქვათ, ანონიმურობა იქნება თუ ეს პრივატულობა არის დაცული მაღალ დონეზე და იქ შემოსავლების სამსახური ისეთი აქტიური არ არის, როგორც ამერიკაში, სადაც IRS უნდა აუხსნა აბსოლუტურად ყოველი თეთრის წარმოშობის ისტორია, ასეთ რამ დუბაიში არ ხდება მილიარდითაც რო ჩახვიდეთ, არავინ დაგისვამ შეკითხვას, საიდან მოვიდა ეს მილიარდი და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ იქ როგორც წესი უძრავი ქონების ყიდვა იყო ძალიან მარტივი. განსხვავებით შვეიცარიისგან, სადაც თუ მილიონერის რომ იყოთ უძრავ ქონებას მარტივად ვერ იყიდით, რადგანაც სპეციალური ლიცენზიის მიღება გჭირდებათ მთავრობის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, დუბაის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი უნდა გართულდეს, რადგანაც როგორც ჩანს, ისეთი ადამიანები ჩავიდნენ დუბაიში, რომლებიც ჯობს რომ არ ჩასულიყვნენ, რადგანაც ზოგიერთი მათგანი არის სანქცირებული, ზოგიერთი მათგანი არის საეჭვოდ გამდიდრებული, ზოგიერთი საერთოდაც არის თაღლითი და მათ შორის კრიპტო ინდუსტრიის წარმოადგენელი თაღლითების დიდი ნაწილი სწორედ დუბაიში იყრის თავს, რასაც აქვს ძალიან მარტივი ახსნა. მოკლედ, გართულდება უძრავი ქონების შეძენის და რეგისტრაციის პროცედურა, უკავშირდება ეს როგორც რეზიდენტურას, აგრეთვე საცხოვრებელ უძრავ ქონებას, პენტჰაუსს, აგრეთვე კომერციულ უძრავ ქონებას, ნებისმიერ სახის ფართს, მოკლედ ყველაფერს გართულებული პროცედურა ამოქმედება და ადამიანს, რომელსაც სურს დუბაიში უძრავი ქონების შეძენა, თავად მოუწევს იქ ჩასვლა, დოკუმენტებზე ხელის მოწერა და როგორც ჩანს გარკვეული სკრინინგის პროცედურის გავლა, რადგანაც ყველას არ შეეძლოს ესე მარტივად იქ უძრავი ქონების ყიდვა, ვინაიდან ზოგჯერ კომპანიები, ოფშორული კომპანიები ყიდულობდნენ იქ უძრავ ქონებას და შემდეგ რაღაც ისეთ საქმეს აკეთებდნენ, რაც არ იყო როგორც ჩანს დუბაის ხელისუფლებისათვის სასურველი, ეს კი იწვევდა რა თქმა უნდა საერთაშორისო კრიტიკას და დუბაის სურს თავიდან მოცილება ამ კრიტიკის და იმ ლაქის, რომელიც გაუჩნდა მას ბოლო პერიოდის განმავლობაში. დუბაი სხვა შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულება, აგრეთვე მიუხედავად იქ არსებული ძალიან რთული ჰავისა და ტურიზმთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო სიახლე და ინიციატივა განიხილება ევროპის
ევროპარლამენტში, ევროპის პარლამენტში, სადაც მოკლედ სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე კომიტეტმა დაუჭირა მხარი ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მოკლედ 7 კილოგრამამდე ხელბარგი იქნეს უფასო. რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლედ კანონით მოთხოვნა თუ კი მიიღებს უკვე მთლიანად ევროპარლამენტი ამ გადაწყვეტილებას ევროპის შიგნით, ევროკავშირის შიგნით ყველა ფრენაზე მინიმუმ 7 კილოგრამიანი ბარგი ერგება მომხმარებელს უფასოდ, რაც პირდაპირ ურტყავს low-cost-ერებს, ეგრეთ წოდებულს, ან დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს, რადგან პრემიუმ კომპანიებთან, ან შედარებით პრემიუმ კომპანიებთან მიმართებით 7 კილოგრამიანი ბარგი ისედაც როგორც წესი ხელბარგი ყოველთვის შედის. შესაბამისად, ეს პირდაპირ არის მიმართული low-cost-ერებს წინააღმდეგ, რომელთა შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით მე-13 მოდის სწორედ ბარგის ზომასთან და წონასთან გადაცილებით დაკავშირებულ ოპერაციებთან, რადგან ძალიან მინიმალური მოთხოვნები აქვს, რომელთა დაკმაყოფილება ძალიან რთულია, რის გამოც ადამიანს, რომელსაც სურს, რომ წავიდეს და წაიღოს კონკრეტული ბარგი სადმე, უწევს ის, რომ ვერ ჩაეტება, თუ ვერ ჩაეტია ეს კონკრეტულ ზომაში და წონაში, უწევს, რომ გადაიხადოს ძალიან დიდი მოცულობის თანხა, ხშირად ეს თანხა იმდენია, რომ მოკლედ უკეთესი ბილეთი ეყიდა ჯობია. ან იმდენი ტანსაცმელი შეგვიძლია უკვე იმ ქვეყანაში იყიდო, რადგან სწორედ ამაზე დგას გარკვეულწილად ეს ბიზნეს მოდელი. მაგრამ შეიძლება ეს შეიცვალოს და მოკლედ Ryanair იქნება ეს ვიზიარი თუ ნებისმიერი სხვა კომპანია მოგვიანებით უკვე ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ 7 კილოგრამიანი ბარგის ატანის უფლება უფასოდ მისცეს საკუთარ მომხმარებელს. ხო, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება რუსეთს, სადაც როგორც ჩანს, უკვე მომავალი წრიდან ამოქმედება ციფრული რუბლი, ანუ CBDC. დიდი ხანია CBDC-ზე არ გვისაუბრია, ეს არის ეროვნული ვალუტის ერთგვარი ევოლუცია, არ უნდა შეგვეშალოს ეს კრიპტოვალუტაში ან სტეიბლკოინში, რადგანაც CBDC-ის გამოშვები არის ცენტრალური ბანკი და ამ მიმართულებით ძვრები იყო საქართველოშიც, მაგრამ როგორც ჩანს ციფრული ლარის პროექტის გარკვეულწილად დაპაუზებულია, მაგრამ რუსეთში ძალიან უნდათ, რომ 2026 წელს ეს პროექტი ჩაეშვას და 2028 წელს უკვე სრულად იყოს ამოქმედებული. დიდ ბანკებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ CBDC-ის ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა მოახდინონ, ხოლო თავად CBDC-ის მთელი არსი ის არის, რომ ცენტრალური ბანკი ხედავს ყველაფერს და აკონტროლებს ყველაფერს და ამ მიმართულებით ძალიან ლოგიკურია, რომ ყველაზე აქტიურები არიან რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი, რადგანაც ყველაზე მეტად კონტროლი და ტოტალიტარული, ასე ვთქვათ, დაკვირვება მომხმარებლებზე და ადამიანებზე უყვართ ამ ქვეყნებში, შესაბამისად ძალიან დიდი ინტერესი არის ამ ქვეყნების მხრიდან და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2026 წელს რუსეთში ნამდვილად ვიხილოთ ერთ-ერთი პირველი CBDC პლანეტაზე.